ეს არის წყალობის სიგელი, მან შეუმოყვის მონასტერს ამ დოკუმენტის ძალით უანდერძა ქართლში. ეს უნიკალური დოკუმენტი 1123 წლით თარიღდება და არის ანდერძი დავით აღმაშენებლისა შიომღვიმის მონასტრისადმი. საბუთით ირკვევა, რომ მეფემ შიომღვიმეს ქართლის რამდენიმე სოფლის შემოსავალი და საეკლესიო ნივთები შესწირა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დაცული ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის რესტავრაციას თითქმის 1 თვე დასჭირდა. ეს გახლავთ მისი შეწირულობის სიგელი შიომღვიმის მონასტრისადმი, რომლის ძალითაც მან რაღაც სოფლები დაუქვემდებარა აღნიშნულ მონასტერს. თვითონ ამ დოკუმენტის ისტორიაც მეტად მნიშვნელოვანია. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის იყო ჩრდილოეთ კავკასიაში გახიზნული და შემდეგ მისი უდიდესი ნაწილი დაიწვა, ხოლო ის ფრაგმენტი, რაც შემორჩენილია, არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე დოკუმენტიდან, რომელიც მეფის მოღვაწეობის დროინდელი დღესდღეობით საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. პეტრატი გვაქვს გამოყენებული ვატიკანიდან სპეციალურად ჩამოტანილი, იმისათვის რომ გავიგეთებინა ეს დავით აღმაშენებლის ანდერძი. ეს არის პატარა ფრაგმენტი, საკმაოდ დაზიანებული იყო, ქაღალდსაფუძვლიანი დოკუმენტი იყო, ქაღალდი იყო გამოყენებული ამის გასამაგრებლად, მოუხსენით, დავარბილეთ პერგამენტი და უკვე გამოვიყენეთ ახალი ვატიკანიდან გამოგზავნილი ეტრატი. ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში აღნიშნული დოკუმენტის გარდა ეტრატზე შესრულებული კიდევ 2 მნიშვნელოვანი დოკუმენტის აღდგენა მიმდინარეობს. ერთი 1787 წლით დათარიღებული საბუთია, რომელიც რუსეთის იმპერატორის ეკატერინე მეორის მიერ თავად სიმონ ხერხეულიძისადმი გაცემული წყალობის წიგნია. მეორე კი რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის მიერ 1829 წელს გაცემული დოკუმენტი ზაქარია ხერხეულიძისადმი, რომლის მიხედვითაც ქართველ თავადს თავადობის დამადასტურებელი მოწმობა განუახდა. აღნიშნული დოკუმენტების გარდა სარესტავრაციოდ კიდევ 81 დოკუმენტია შესული, რომლებიც მე-18-19 საუკუნეების მნიშვნელოვან საბუთებს განეკუთვნებიან. 81 საბუთიდან ყველა საბუთი იყო ქაღალდსაფუძვლიანი დოკუმენტი და იყო საკმაოდ შელახული და დალაქავებულ მდგომარეობაში. წარმატებით ჩატარდა ამ დოკუმენტებზე რესტავრაცია, ხოლო 3 ეტრატზე შესრულებული დოკუმენტის რესტავრაციას დასჭირდა უფრო ხანგრძლივი დრო, ვინაიდან შესრულებულია ეტრატზე და უახლოეს მომავალში დასრულდება 81 ქაღალდსაფუძვლიანი და 3 ეტრატის დოკუმენტის რესტავრაცია. რესტავრაციის ლაბორატორიაში სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა იმ დოკუმენტებს, რომელიც გამოვლენილი იქნა მე-18-19 საუკუნეების მმართველობითი ხასიათის ფონდებიდან. ამ ფონდების გადამუშავების პროცესში გამოვლენილი იქნა გაცილებით ადრეული პერიოდის მე-18-19 საუკუნეების მასალა, რომელიც დაზიანებული იყო და შესაბამისად სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ მათ დაუბრუნდათ პირვანდელი მდგომარეობა. რესტავრატორთა ურთულესი შრომის შედეგად ზემოთ ჩამოთვლილი ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტების სრული აღდგენა, რესტავრირება დაახლოებით 1 თვეში დასრულდება. როგორც სარესტავრაციო ლაბორატორიის თანამშრომლები ამბობენ, აღდგენისთვის იმდენად მაღალხარისხიანი მასალაა გამოყენებული, რომ კარგი დაცვისა და ხელშეწყობის პირობებში ამ სახით ისინი კიდევ საუკუნეებს გაუძლებენ.